თვითონ იარაღი ეს კალაშნიკოვიდან განსხვავდება რადიკალურად. არ იფიქროთ, რომ რახან გავს მაგნაირი რამე, ეგეთი რამე არ არის. ეხლა გეტყვით რატოს უყურეთ. შეხედეთ, თლიანად გაიღო იარაღი, ესა. აი ამას შეხედეთ. ანუ უკან გაზი რო არ ტყავს, აი ეს ჩხირი გამოდის და ამას არ ტყავს. და მაგის ხარჯი ხდება გადატენვა. ამას მე დავშლი და დავშლი AK-74-ს გვერდ დავალაგებ, ამასაც ნელ-ნელა დავშლი, იმასაც ნელ-ნელა დავშლი. და ვნახოთ შიგნარანერი, ანუ ყველამ კი იცის კალაშნიკოვი რანე, შეიძლება არც იცოდეს. მე ამ გადაცემს ვაკეთებ ისეთი ადამიანებისთვის, ვინც ვერ ერკვევა, თორე ვინც ერკვევა, რა ვიცი, ალბათ არ უყურებს ამნაირ რაღაცებს. ან რა ვიცი რა, ზოგი ისე ერკვევა, რომ ძალიან რა. რაც მე მახარებს. ეხლა ნახეთ. ამ იარაღის მე რა მომწონს. დაფარო აქ ძალიან მაგარი რა. კალაშნიკოვებს რაღაცა საღებავი უწევს, ეს არის როგორ თქვა, ემალიროვანი ქვაბი რო რაღაცა მოჭიქულია ესეთი. მე ეს დაჟანგებული არ მინახე, აი ჩეზე 858-ია. მაგრამ აი 800 აღარ იძახიან, 58-ს ვიძახი ხოლმე რა, ტაქტიკალი. სამიზნე შეხედეთ. აი აქედანაც კი ჩაჭრილია. ევროპულია რა, რომ შუქი ჩავიდეს და დაინახოთ ეს. ესო დახურული იყოს. განა არ გამოჩნდება, მაგრამ ეს ახტილი რო არის ზემოდან. ნახრეტი რო აქვს. უბრალოდ ჩანს, ეს არ მოყვება, ეს მერია დაყენებული ამის მოხსნა შეიძლება. მჭიდი 10 ვაზნიანი აქვს აი ესეთი. თუმცა 30 ვაზნაც ძალიან კარგად ეტევა ესეთ რაღაცაში.